გამარჯობა, მოგესალმებით ტვინის გასაღების 44 ეპიზოდით. მე გახლავართ სავა ჯანაშია, ამ გადაცემის წამყვანი და წარმოგიდგენთ თორნიკე ბაღათურიას ჩემ თანაწამყვანს. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა თორნიკე. გამარჯობა სავა. საქართველოში რაღაც ძალიან გლოვიარე, რაღაცნაირი პერიოდი დღეები გავიარეთ. თული დღეები გავიარეთ. მთელი საქართველო წუხს და მთელი საქართველოს გული არის გაბზარული, რასაც ქვია და ანუ რავი, მე რო არაფერი არ ვთქვა, ეს 4 დღე და ეს 5 დღე ყველაფერს უყურა, უბრალოდ რამხელა პიროვნება და რამხელა ადამიანი და რამხელა ჩვენიანი ადამიანი დავკარგეთ, რომ აი ხო ყველაფერი გამოჩნდა ეხა აქ, რომ ვინ ვის ცემს ყველაზე დიდ პატივს და რატო და როგორ და რამხელა ჩვენი სულიერი მამა აღარ გვყავს რა. საქართველო დაობლდა და საქართველოს უდიდესი უმთავრესი მამის დანატოვარი კიდე არის ის, რომ საქართველო არ უნდა დაობლდეს და არ უნდა იყოს ისეთ პოზიციაში, რომ თითქოს რაღაც გაჩერდეს რაღაც მომენტში და არ წინსვლა არ განაგრძოს. ეს იყო მისი დანაპირები, რომ საქართველო უნდა იყოს ერთიანი, ქართველი ხალხი უნდა იდგეს ერთად და მართლა მთავარ და განსაკუთრებულ მომენტებში ჩვენ ერთად გავართ და დიდი მადლობა ამისთვის ღმერთს და დიდი მადლობა ამისთვის პატრიარქს კიდევ ერთხელ, რომ ეს გამოაჩინა და დაანახა, იმიტომ რომ მართლა გჭირდებოდა საერთოდ ამის ნახვა რა. მადლობა ღმერთს. რა როგორი სევდიანი დღეც იყო, იმდენად სიამაყით ახსავსე დღეც იყო, იმიტომ რომ წარმოიდგინე ამ მთელი საქართველო გამოვიდა გარეთ. ოღონდ არ არის გადაჭარბებული მართლა რა, აი სადღაც 3 მილიონი ადამიანი საუბრობ მარტო დასაფლავების დღეს 1.5 მილიონი ადამიანი იყო. წარმოიდგინე გამოსული და მანამდე კიდე 3 დღე ხომ მიდიოდა პანაშვიდები და უწყვეტი რიგები. 3 დღე 24/7-ზე უწყვეტი რიგები. ეხლა პირადად მე მაგალითად აი 12-ის 15 წუთზე სამების ავლაბრის მეტროსთან მივედი და დილის 8 საათი იყო 9 წუთები რომ ტაძარში შევედი. აი ესეთი რიგი ხალხი წყნარად ესე მშვიდად რიგში ვიდექით და მივდიოდით აი თან მithumetes ეხლა გადაცემის დაწყებამდე რო საუბრობდით ქართველებს რიგის პრობლემა როგორ ყო ხო ჩვენ აი მაღაზიაში, საცობში, სადმე რიგში რო დგავთ ყველგან ვსიობთ რომ სუ პირველები და ამ რიგს ავწდე და სულ ამაში ვარ წარმოიდგინე. ძალიან ისეა რა, ეს ცნობილი ფაქტია და წარმოიდგინე ესე მორჩილად ხალხი იდგა. წელის ტკივილები, კისრის ტკივილები, ფეხის ტკივილები, ყველა რა თქმა უნდა, მომპირები, ბავშვები, მოხუცები, ყველა ეს ერთ მუშტად ვიდექით, რომ პატრიარქისთვის მადლობა გადაგვეხადა თავისი ამ 50 წლიანი, თითქმის 50 წლიანი ეპოქისთვის, რაც შექმნა რა და ეს თან მინდა კიდე ხაზი გავუსვი იმას, რომ ეს არის ზღვაში წვეთი. იქ 8-9 საათი, 10 საათი დგომა იმასთან შედარებით, რაც პატრიარქს ჩვენი ქვეყნისთვისაც გაკეთებული. ან უდიდესი ღვაწლი აქვს ჩვენი ეკლესიისთვის. ხა წარმოიდგინე პატრიარქი რო გახდა 1977 წელს, მაშინ ფუნქციონირებდა 50-მდე ეკლესია, ზოგი 30-საც იძახის, აი სადღაც აი 30-დან 50-მდე. სრულიად აი არაფერი 70 მღვდელი იყო სულ, მეტი არა. წარმოიდგინე ხა დღესდღეობით ზუსტი ეს ციფრები არ არის, მაგრამ დაახლოებით ესე არის, შეიძლება უფრო მეტი იყოს. 3400-ზე მეტი ეკლესია მონასტრები არის. 2000 მღვდელმთავარი არის, 1000 ბერი არის, 500 მონაზონი არის. წარმოიდგინე რამხელა რაღაც ეკლესია ათეიზმი სერიოზულად გავრცელებული იყო ჩვენთან კომუნიზმისგან გამომდინარე და ხალხი ერი შემოატრიალა რწმენაში რამხელა მადლია ეს მარტო ეს რომ ავიღოთ მარტო ეს ფაქტები კიდე უამრავი ფაქტია ისიც რომ გავიხსენოთ ნათლულები პირველი ანუ ეს საერთოდ ნათლობის ესე თქვა ტრადიცია 2008 წელს 19 იანვარს ნათლისღების დღეს დამტკბა დღემდე 41545 ნათლული ყავს. ერთ-ერთი სათვალე ჩემი ვიზაშვილი არის, რომელიც ჩემ გვერდით იდგა და ერთად ვიდექით იქ ავდიოდით. აი ხო ხტები აი ის დაღლაც იყო, მაგრამ აი სხვა აი მიხვდი აი როგორ ვალდებულად ვთვლიდით, რომ ჩვენ იქ უნდა შევსულიყავით და პატევი მიგვებოდა რაღაც როგორც დაიწყე რა, რომ ისო ქვიაო. ყველაზე მეტად ქართველებს რა გვიჭირსო რა, რომ აი რაღაც მოთმინების უნარი არ გვაქვს და იქ იდგე და აი ეხლა შენ რო ყვები რომ 6 საათი ვიდექიდან 12-ზე რომ მივედი 9-ზე წამოვედი და სასადია ჩემ მეგობრებისგან რაღაც ნაცნობებისგან ყველასგან ეგეთი ისტორიები მოვისმინე აი ზოგს
გაუმართლა რაღაცნაირად ისე შევიდა ზოგი იქიდან მივხვდი აი ზოგის დროს ისე დაიძრა ვიღაცა ცუდად ხდებოდა ვიღაცა ხო არა მაგრამ მე პირველ დღეს რო ვიყავი არ იყო და რაღაც მალევე შევიდი მე უბრალოდ ბუხაიძის ქუჩიდან ავედი და გამიმართლა რომ ის ქუჩის რიგი არ მომიწია და მალე შევიდა ხო იცოდა რომ CDC-ის კენჭნა რო გაქვს რომ იცი რომ ადამიანები 6 საათი და 8 საათი იქნენ და შენ აი 2 საათში შეხვედი და ცოტა რომ აი რაღაცა კაკალია თუ რაღაცა ესეც აი ადამიანურად მინდა რომ ყველა მიცოდეს ეს რომ ეგრეა რომ აი ბევრად მეტი და ბევრად დიდი იყო ვიდრე იქ 2 საათი რიგში დგომა კი არა რაზეა საერთოდ ლაპარაკი და ძალიან ბევრი ადამიანი კიდე წავიდა იქ და რიგში იდგა და ზოგს წელი ატკივდა ზოგსის და უბრალოდ ვერ შეძლეს თორე ნახე იმათმა ნაბიჯი გადადგეს და მივიდნენ რა მინდა რომ ყველას თითოეულ ქართველს დიდი მადლობა გადაგიხადოთ ვინც ოდნავ მაინც თავი შეიწუხეთ და იქ წახვედით და 5 წუთი მაინც დიდექი და ეს აი ყველანაირი ანგარების გარშემო ეს არის აი მართლა ყველა თითოეული თქვენთაგანის და თითოეული ქართველის აი ზუსტად ეგრე მოვედით აქამდე ზუსტად ეგ იყო ასე მოწამეც კი რიგი ყველა ხტები რაღაცა ბავშვებიანი გავატაროთ წრებს არიგებდნენ იქ ვიღაც უდად გახდებოდა ეგრევე ერთოდ აი რავი ესეთი ერთ გუნდად და ერთ მუშტად შეკრული საქართველო მე არ მინახავს და ჩვენ ისეთი კადრების მომსწრენი გავხდით რომ აი ცხოვრებაში აი რაღაცა მადლობა ღმერთს რომ ამ დროში მოგვიწია ცხოვრება რომ პატრიარქის დროში მოგვიწია ცხოვრება რომ ეს ნახეთ აი ცებორი შეგრძნება მქონდა თითქოს სულ უნდა ყოფილიყო ანუ მამა ჩემის და ბაბუა ჩემის დროიდან წამოყოლებული აი ჩემი შვილებისთვისაც რომ მე ვიღაცების ბაბუა ვიქნები მაგ დროსაც აი თითქოს აი უკვდავი თითქოს და კი არა უკვდავია ჩვენთვის და ეგრეც დარჩება ყოველთვის ჩვენ გულებში ხა ზევიდან როგორ გაგვაძლიერებს კიდე ეგ ყველა ჩვენ გულში კი ვიცით რა და მაგის გარდა რომ ამ რიგს და ამ იმეებს ხო ეს ერთი ცალკე კიდე ერთი ამბავია ეგ მე მეორე ამბავია კიდე ის რომ აი როგორ რაღაცები ხდება იცი ამ დროს ხა ადამიანში ძალიან რთულია რა რომ აი რომ ბზიხარ და ხედავ რომ შენი საქართველო აი ყველა იქ არის ყველა და მან დრო გახარ და მან არ მაგ ყველაფრის ნაწილი არ ხარ აბა სად ხარ მაგ დროს შულს რომ ვიღაცა რო გკითხავს რომ შენ ამ დროში ხო შენ კი და სად იყავიო შენ ამ დროს და რავი სახში ვიჯექიო და ტელევიზორში უყურებდიო ყველაფერსო მაგაციც გადავიდეთ მე ბოლოსკენ მაგაც ხო და რავი ძალიან მოკლედ რა ის არის რომ ყველაზე დიდი სიხარულით ამეუსო გული იმიტომ რომ ქართველებმა მართლა დაანახეს მთელ სოფლიოს რომ ვისკენ და რისკენ და რა გვაქვს გულში ინები ვართ კიდევ ერთხელ გაესვა ამას ხაზი მაგიტო თქვი თავიდან რო თქვი როგორც გლოვიარი დღე იყო ისე სიამაყე ახსავსე დღე იყო რა თან რა არის რა ვფიქრები ეხა ეს მომენტი არის როგორი მომენტი ისე ამ დროს როცა ყველას ის მომენტი აქვს რომ აი ეხლა რა უნდა მოხდეს ეხა შენ წარმოვიდგინე რამ ხელა პასუხისმგებლობაა ჩვენ მომავალ პატრიარქზე ეს ერთი და პლუს რამ ხელა პასუხისმგებლობაა წარმოვიდგინე ჩვენთვის შვილები ვინც ვართ პატრიარქის და ვისაც მამასავით გვიყვარდა და ჩვენ გულში ყოველთვის ესე იქნება ჩვენ თავში რამ ხელა პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ რომ წარმოვიდგინე რომ სიტუაცია კი არ უნდა გაუარესდეს ან რაღაც პირიქით ყველა ჩვენი ვალია თითოეული ქართველის ვალია დღესდღეობით რომ აი ყველაზე მეტად რაც ჩვენ პატრიარქს გულში ქონდა და გაუხარდა და აი ის უნდა ხო და რა უნდა და რომ ჩვენ ერთად ვიყო და არ დავჭამოთ ერთმანეთს ერთმანეთი ხო და შეუნდო და ვაპატიოთ ერთმანეთს და იმედია მართლა მე თელი გულით ვიძახ ამას ეხაც კი არ მაგას თუ გავს სულ თელი ჩვენი გადაცემა რას დავიწყო სულ მაგას ვიძახ ჩვენ არ გვაქვს მაგ ხალხს ჩვენ შეგვიძლია გადავდგოთ ნაბიჯი ხელი გაუწოდო და რაღაც საერთო ენა გამოვნახოთ ამ ადამიანებს ისინი ჩვენი ქვეყნის შვილები არიან თელი გულით აი პატრიარქს სულ მაგას იძახდა და პატრიარქი იყო მაგალითი როგორი უნდა იყოს ადამიანი თავდაბალი და როგორი მიმტევებელი წარმოიდგინე რა შეურაცხყოფებს აყენებდნენ აი როგორც ილისწამე და ერთი ფაქტი გახსოვს ერთი ფაქტი რომ ვინმეს თუ უპასუხა ეგეთ რაღაც ხო არ არსებობს აი მამაშალამ უყვა კაი მომენტი რომ ხო ტელევიზორს უყურებდით ერთათო და ტელევიზორს უყურებდით ერთათო და რაღაც იყო და ამ პატრიარქს აკრიტიკებდნენო ძალიან რა ეს საზოგადოება რა სახელები რო აღარ ჩამოთვალო და მითხრაო რომ სახელი გვარებიო ჩამომიწერეო რა ამათიო და მე ვიფიქრე ხა ჩემი ესე ვიფიქრე ხა მეორე დღეს გამოვიდოდაო და ამათ ხომ მიხდი რა საკადის პასუხს გაცემდაო და მოვიდაო და მითხრა სახელგვარი ჩამწირო პირადად ვილოცო ამათი სულებისთვისო რომ გადარჩნენ აი წარმოიდგინე როგორი თავდაბალი და როგორი მიმტევებელი ადამიანი იყო აი
წარმოუდგენელია არა ეს ხო უდიდესი დაიბარა წარმოიგინე ჟურნალისტები ადრე დაიბარა ჟურნალისტები ესე და უთხრა რომ მოკლედ რატო ესეო რა არაფერი არ ხდება ქვეყანაში კაიო ვაფშეო და მარტო ცუდესო ნეგატიური ამბებით რო იწყებთო იმ სიახლეებსო და სულ რო ნეგატივზე ლაპარაკობთ ამ ადამიანებში რატო წარმოიდგინე რა ეხა ჩვენ რო ამ დროს ლაპარაკობთ იქ ვიღაცაებმა ხო თავის გულში იციან რომ ეს რაღაცა თხოვნა თუ შენიშვნა თუ რავი აი ეს რეკომენდაცია ხო მიღებული აქვს მე რომ არ გინდათ რა ამ ხალხს კიდე უფრო ნუზაფროთ და ნეგატიურად მოაწყობთ ჯერო კაი ამბები დაიწყეთ ხო და მე ესო ძალიან თუ გინდა ცუდის თქვით ხო ეხა რავი მე ვერ ხვდები ვის აყრი ნაცარს თუ რას აყრიანებას ჩვენი ვალია რომ ჩვენი პატრიარქის დანატოვარი გავაგზავნოთ ჩვენ როგორც ცხოვრობდით ზუსტად ეგრე გავაგზავნებთ ცხოვრებას და ზუსტად ჩვენი თავარი პრინციპი და თავარი ღირებულებები რაც იყო ზუსტად ეს იყო ეს ყველაფერი გამომდინარეობს იმიტომ რომ მე და შენ არავინ არ ვართ საერთოდ უფლის წინაშე ჩვენ გვაქვს ჩვენი მისია და ჩვენი მოვალეობა და ჩვენ ვიცით კარგის და ცუდის გარჩევა მადლობა ღმერთს და ამიტომ ჩვენ უნდა ვიაროთ კარგი გზით ეს არის ჩვენი დავალება რაც უნდა შევასრულოთ ბოლომდე ორივემ და მთელმა საქართველოს ჩემი აზრით და მე მინდა რომ ქართულ ხალხს მოუწოდო და ძალიან მაგრამ ვთხოვო რომ ეხა არის მართლა ის მომენტი რომ აი თითქოს ყველა თავის თავში განიცდის რა ამ ფაქტს და არ არის განცდით ჩემი აზრით რა იმას ვერ გავაკეთებთ რაც დაგვიტოვეს ამიტომ ეხა უნდა დავდგეთ მაგრა და ეხა უნდა გავაკეთოთ სწორედ ის საქმეები რაც პატრიარქზე გქონდა მინდობილი და აი მივხვდი ის იზავდა ჩვენ გასაკეთებელსა და ეხა ჩვენით უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი რომ მინდა რომ ჩვენ მართლა ღირსეული შვილები ვიყოთ და ღირსეული ქართველები ამ გარდაცვალებითაც რა ქნა წარმოედგინო რომ ერი როგორ გააერთიანა როგორ შეკრა ეს რაშას ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ერთად ყოფნა რაღაც საერთო იდეის ირგული გაერთიანება შესაძლებელია ქართველების თუ ხარ დაკვირებული რაღაც სიხარულის დროს და მწუხარების დროსაც ვერთიანდებით ქართველები აი ადრე რომ გავუსწრო რაღაცა ხო იყო რაღაც სიხარული საერთო სიხარულები ქონდა ხო იქ რაღაცა სპორტის წარმატებაში და იქაც ერთიანი იყო ერი ხა მწუხარება არის ეხლა ერთიანია ერი ანუ ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ რაღაც ეს საერთო მომენტები უნდა ვიპოვოთ ერთმანეთს და ყველა რაღაცა ჩვენ ეგოს გადავაბიჭო და ჩვენს გამოვა ჩვენც ახლა არავათ იდო ჩვენ შეიძლება რაღაცა შეცდომებს უშვებთ ხო არა უშეცდომები არავინ არ ვარ და შეიძლება ესე რომ ვაკრიტიკებთ ამათ მე უფრო ნაკლებად ვაკრიტიკოთ ან რაღაცა შევცვალოთ ჩვენს გადავდგოთ ნაბიჯი და იქიდანაც წამოვიდეს ეს ნაბიჯი რომ რაღაცა საერთო გადაკვეთები ვიპოვოთ რა და პატრიარქი კიდე ერთხელ იყო უდიდესი პიროვნება ჩვენ კიდე ვერ წარმოგვიდგენთ იმიტომ რომ ჩვენ მის ეპოქაში ვცხოვრობდით და რთულია ეს ახსაქმელად რა ეხლა მაგალითად რომ ადრე რომ გავიხსენე ხა ილია ჭავჭავაძეს ანუ ერთ დონეზე არიან რა ილია ჭავჭავაძე ენა მამული სარწმუნოება და ღმერთი სამშობლო ადამიანი პატრიარქის ეს სიტყვები ამით ჩანს რომ ილია ჭავჭავაძე დავით აღმაშენებელს თამარ მეფე გასაგებია უფრო რაღაცა მეფეები იყვნენ და რაღაცა სხვა ეპოქა შექმნეს მაგრამ ამ პატრიარქად ამ სულიერ სამყაროში ამანაც უდიდესი ეპოქა შექმნა რაც გავიხსენეთ რომ უდიდესი მიღწევები აქვს და უდიდესი ღვაწლია ხო და სამათო წინდანათა შეერწყავენ ი პატრიარქო უდიდეს ფიგურა მადლობა ღმერთო ჩვენ ამ ადამიანთან ერთად თანაცხოვრება მოგვიწია ეს ამ ხალხში გადის ამ დონის ფიგურა იყო პატრიარქი და ეს უნდა დავაფასოთ დრო ისტორია კიდე უფრო დააფასებს ამას როგორც ეხლა ჩვენ მაგალითად ვაფასებთ ისეთ ადამიანებს ხო რომელთაც ვცდილობთ რომ მისაბაძი ადამიანები არიან ხო დავით აღმაშენებელი თამარ მეფე გიორგი ბრწყინვალე დემეტრი თავდადებული ილია ჭავჭავაძე აი საზო ხო აი ვახტა გორგასი რაღაც უამრავი ისეთი ადამიანი რომელიც ვამაყობთ რომ ქართველი აი მაგით ვამაყობთ ხო ჩვენი ისტორიით რომ ქართველები ვარ და ამ ხალხი და პატრიარქიც ამ ხალხში გადის უდიდესი პიროვნება იყო და მოგ ძალიან ბევრი შეიძლება კიდე ვილაპარაკოთ პატრიარქზე ერთი ვიდეო მინდა ჩავერთო სანამ მე გადავალთ просто ჩემთენი სოფლიო რა როგორ განიცდის და საიდან რა როგორ და რანაირი ხალხის მისამძიმრება არ მოგვივიდა და ჩვენ ვისაც ველოდება და მე აი შოუში მაგდებს ეს რა რომ ნახე ხაი სად უბრალოდ კირიელეისოს გალობენ აფრიკაში ბიჭო ხო აფრიკელი ქრისტიანები Kyrie eleison, we pray for mercy, life, peace, salvation, prayer, protection, forgiveness, and remission of the sins of the servant of God. All pious orthodox Christians residing and visiting in this city, the parishioners,
the members of the parish council, the steward and the benefactors of ხები პროსტა ანუ აი ღმერთი რა დიდი და რა არის აი სად რა ხალხში ის გულებიდან წარმოვიდგინე აი ეს განზახილე და აკაური მავნებელი ტიპები კიდე პატრიარქზე სამარცხვინო ქართველები აი პროსტა არ ვიცი მაგათ რა უწოდო მართლა ხო მაგრამ ძალიან ცოტანი არიან ეგ მადლობა კიდე პატრიარქს წარმოგიდგენთ ეს მინდა რომ ჩავერთო ერთი სანთელს რო ანთებს საძველი ვიდეო არის და მინდა რომ ყველას გავახსენოთ რა რომ სანთელს უკიდებენ სანთლის მოკიდებას ცდილობს ყველა და მარტო პატრიარქი უკიდებს სანთელს Where I wanted Santelio. არუდიდეს პიროვნება იყო მართლა რა. აი წარმოგიდგენთ 1097 წელს ილია ჭავჭავაძე პატრიარქმა შერაცხა წმინდანად. კიდე 95 წელს ამბროსი ხელაია, ცოტნე დადიანი, 16 თაყაიშვილი და სხვა მრავალი პირი. კიდე 2012 წელს მამა გაბრიელი და უდიდესი ღვაწლი აქვს ამას. კიდე ავტოკეფალიის აღიარება, ანუ როგორ იყოს, ანუ 4 რომელ წელს არ მახსოვს 90-იანებში ჩვენ ანუ ავტოკეფალიის აღიარებაც პატრიარქს ეკუთვნის და უდიდესი ღვაწლი აქვს რა, უდიდესი მართლა ჩვენ პატრიარქს. მთელი საქართველოს მასშტაბით როგორ დაიძრა ტრანსპორტი, როგორ ჩამოვიდნენ, წარმოვიდგინე, მოხევეებიდან დაწყებული სვანები დამთავრებული, მე ისინი ვნახე ვიდეოები, ვნახე ვინც ვერ ჩამოვიდა და იქიდან რო უსამძიმრებს, აი თემ სოფლიოში პარაკლისები და ის ყველა კუთხეში რო თავისი მრევლი, თავისი საყვარელი ადამიანები, რომლებთანაც აი მეგობრული დრო როა გატარებული და ესე რომ იხსენებენ თავისი ასაკის ხალხი და მთელი საქართველოს მართლა ქისტები ჩამოვიდნენ და რა ვიქ რა სხვა რელიგიები წარმოკი ანუ ხო გააჩერე ყველას უღრმესი მადლობა საერთოდ ვინც კი გულში გულით განიცადეთ ჩვენი პატრიარქის ჩვენი ილია მეორეს წასვლა ამ ქვეყნიდან აი ყველას უღრმესი მადლობა რა და ეს არის მართლა მადლობა ღმერთს რომ აი ამ პერიოდში მოგვიწეს ხო რომ ამდენი რაღაცა გამოჩნდა ერთად რომ თურმე ის სხვა რელიგიის წარმომადგენელი ბევრად შენი მწუხარების თანაზია ვიდრე აგერ გვერდზე რომ ვიდგას რომ გონია რომ ვიღაცა მაგათაც გადავიდეთ ნენელა სალაპარაკოთ არა ეხა არ შეიძლება უბრალოდ ამის მემეს ეხა პატრიარქი ვიდეო კი გადავიდეთ ზოგადად ვიზახ ხო რა ხო არა ანუ მაგათაც გადავიდეთ დღეს აუცილებლად არ შეიძლება მაგათი გატარება ეს მავნებლები როგორ ჩასაფრებულები არის ვირთხე შეხედე ერთ ვიდეოს ჩავრთო კიდე რა ეს გახლავთ ინგუში მწერალი ისაკ აძოევი რა და ინგუშებში ზოგადად ძალიან ისეთი კაცია და უწმინდესა და უნეტარის ილია მეორეს უდიდესი ავტორიტეტი აქვს როგორც ინგუშეთში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონებში. როდესაც ვინმე ჩამოდის ინგუშეთიდან, მას ეუბნებიან, რომ აუცილებლად მოინახულოს პატრიარქი. ის ძალიან უყვარს ხალხს, ჩვენ მუსულმანებს გვიყვარს თქვენი პატრიარქი. ის კეთილია, პატიოსანი, ჩვენში მას წმინდანს უწოდებენ. ჩვენთვის მისი ნახვა და მასთან შეხვედრა უდიდესი პატივია. ეგრე ეს ხო ფუჭის სიტყვები არის, ეს ხო მოგონილი არის, ეს ხო ფაქტებია ყველა. ეს არის ბიჭო ხალხის სიტყვები, აბა ამათი ეს ხო არის, აი როგორი უდიდესი პიროვნება იყო. ეს ხო არ არის რაღაცა სუბიექტური შეფასებები, ხო? იმიტომ რომ ქართველია და იმიტომ რომ პატრიარქი, ეს ხო არ არის ეს. ეს არის ობიექტური მოცემულობა. ეს აჩვენა აგერ ამ 4 დღემ. ყველა ჯულის წარმომადგენელი, ყველა საერთოდ ყველა გაერთიანებული იყო ერთი ადამიანის მიმართ. პატრიარქი დანიელი ჩამოსულა. აი ყველა ანუ უდიდესი პიროვნება, უდიდესი, რომელსაც ჯერ კიდე ჩვენ ვერ აღვიქვამთ. დრო გავა კიდე უფრო მივხვდებით რა მასშტაბის პიროვნება იყო. აი უდიდესი. მინდანათაც აუცილებლად შეგაცხავენ, აი აუცილებლად.
რა არის წმინდანის გზა და წმინდანის ცხოვრება მეტი? ანუ რა ჩვენ გვისწავლია და რა ჩვენ გვითხია მეტი რა მოღვაწეობს. კიდე ერთხელ ვიდე, უბრალოდ ჩვენ ვიცხოვრეთ მასთან ერთად და რთულად ასახმელია ესე, მე ხვდი? ხო, ვერ მართლა მაქსასაულის მომსწრე ხარ და მონაწილე. ადრეს ეგრე იქნებოდა აუცილებლად, თუ აი დავით მაგად დროსაც ეგრე ან ისინი ხო წმინდანები ცხოვრებაში მერეა გახდნენ, ხო წმინდანები მე რაღაც რამოდენიმე წლის მერე ან რაღაც ხო აი როგორც თქვა ილია ჭავჭავაძე მერე აგერ 87 წელს ხო მიხდი და აი მე ეს მერე ხდება, მერე პროცესებია იმ ეპოქაში რო ცხოვრობ იმ ადამიანთან ერთად მაგ რთულად ახსაქმელია და ის ჩვენ გვიქეს ამ პატრიარქს რამდენი მტერი ყავდა, რამდენი წელს წამოდა, იმათ არ ყავდა, ილი აგერ მოკლეს დავით აღმაშენებელი მტრები რო ყავდა საქართველოში. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ წმინდანს, ყველას შერაცხავენ აუცილებლად და ის არის რა ქვია, ეხა უბრალოდ დროებითი ადგილი არის სადაც დაკრძალეს და მე გადაიყვანენ, ანუ ზოგადად ყველას ერთად აპირებენ, რომ ყველა ერთად დაკრძალონ, რავი, როგორც მოусმინე რამდენად მართალია. ყველა ერთად, ანუ მე წმინდანი თორე სარკოფაგში უნდა ჩააზნო, ანუ შეიძლება ისე იგივე ადგილად დაასაფლა, აი უნდა ამოყანა აუცილებელია, კი, მაგრამ შეიძლება ისე მან დაასაფლა, შეიძლება თქვა სამებაში ან სვეტის ხოვოში, ნუ ეგ ხო, ეგ ჯერ არ ვიცით, მაგრამ რომ უნდა ამოასვენონ წმინდანის შერაცხუდროს, ეგ კი აუცილებელი ეგრე არის. და მოდი ამ ავნებლებს გადავუაროთ ნელ-ნელა ისეთ დილობის ფარგლებში. ნუ შეგვიძლია ჩვენ ვიდეოებს ჩავთოთ, просто აი თქვენ როგორ გძინავთ და როგორ იღვიძებთ ვაფშე და როგორ ცხოვრობთ ძალიან, მაგრამ მიკვირს ამ დღეებში რაც ნახეთ, მაგის მერე მით უმეტეს და თქვენ ყველა ვიცით, ალბათ თქვენზე რა აზრის ვართ ჩვენ და რა წარმოდგენა გვაქვს თქვენზე. მოდი ჯერ ისეთი დავიწყოთ, აი ბევრი ეს რამოდენი ვიდეო გვაქვს. მოდი აი ჯერ სააკაშვილის და სააკაშვილის დედით დავიწყოთ და უბრალოდ აი როგორ ამოვარდნილები რო არიან. ყველა ის სურათი ხო გაქვს ნანახი მახათას ფსაზე, მახათას რო შენდებოდა და ბევრი ეპისკოპოსები რო ეს რო ტახტში როზის. ხო, პატრიარქის ტახტში როზის. და ეს გაბედნიერი როა და როგორი აი არაფერი არ ესთეტიურობა რო არ აქვს, ნოლი და დედამისი წარმოიდგინე. ჯერ იქ რატო როგორ შეუშვეს ეგ საკითხავი არის თვით პატრიარქთან შიგნით ეს ხო ჯავჭვით. როგორ შეუშვებენ ახლა აი რა. ხო, ფარასგეუნები გასვენებაში თეთრი შუბით ჯერჩად არც თავსაფარი არ ქონდა სათვალეებით. ანუ ქორწილში დადიან რა მაგ ვიდებს რა წარმოიდგინე. როგორი განცვაში მოწყვეტილი როა, აი როგორ თავის შვილის ყველანაირ ლოგიკასთან აცდენილები არის. მოწყვეტილი არ არის ეს რა მდგომარეობაში იდგა ვაფშე. ანუ შუბი თეთრით გასვენება პატრიარქის. მისი გასვენება არ უნდა იყოს, უნდა ჩაიცოს შავები, ხო ეს ძალიან მარტივი რაღაცაა, ხო? აი თეთრით არ უნდა მიხვი. კაი. თეთრით და ეხა ამის შვილი ნახე რა სიტახის სტატუსი დაწერა სააკაშვილმა. ნუ აქებს რაღაცები და ბოლოს ნახე აი როგორი აი წაკბინები რო იცის. სამწუხაროდ ჩემი დატყვევების შემდეგ აღარ ქონია ურთიერთობა. ალბათ ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუშალა ხელი. ეს იკბინება ეხა. მინდა უთხრა მათ, ვიც იმედგაცრუებული იყო ბოლო წლებში მისი სიჩუმით. გაითვალისწინეთ, რომ ის იყო ძალიან ცუდა და იმყოფებოდა სრული კონტროლის ქვეშ. წარმოიდგინე პროსტა. აი როგორი მავნებელი არის. თითქოს ხო აქებს და თან რო იკბინება. არა, რას აქებს არც ერთ წამ მე შექება არ გამიგია. არა, ეს მე მარტო ეს მომაკვეთი წავიკითხე თორე ან მანამდე რა, იძახის რაღაცა კაი სიტყვის და მე მოდის და აი ამ მავნებელი, ანუ ეს პატრიარქი წარმოიდგინე, ესე სურვილი ქონდა და ვიღაცები დატყვევებული პატრიარქი, რომელიც ისეთი პიროვნება იყო, რომ აი მოხევური სიჯიუტით იყო და რაღაცას რო გადაწყვიტავდა, ვერავინ ვერ გადაათქმევინებდა, არ არსებობდა. მე ეს ვიდეო მინდა იმ უთამოყარე რო დადო რომ გამოუშვითო ეს კაციო სამძიმარზე მივიდეს პატრიარქის. ამბაზე რო იძახიან ამ ვიდეოს. როდესაც მიხეილ სააკაშვილს არ აძლევ იმ საშუალებას, რომ მივიდეს ილია მეორესთან გამოსამშვიდობებლად, ეს არის მათ შორის არაადამიანური ნაბიჯი. პატრიარქის კამში ზის ჩვეულებრივ ეს სახი ნახე. ძალიან ცუდი არის ხო? ნახე იქ როგორ უდგას ბიჭო, ანუ არ დაიჯერებ ძმაო, შეებში. არა, აცდენილები არიან, ყველაფერს აცდენილები არიან. არ ცხენიათ, მაგრამ აეტყობა პრობლემა აქვს რა. საკოჭი როგორი პიროვნებაა, ხო, არ დაკვირვ ყველგან ციოსო ყველგან გაეჩხიროს, ყველგან. იქ სადაც არჩავა ყველა ეროვნების, ანუ ყველა კუთხიდან და ყველა ეროვნების რო უკრაინელიც არის, ქართველიც არის, სომეხიც არის, გურულიც არის, რაჭველიც არის, მეგრელიც არის. ყველაფერი შიკი რო არის. ყველაფერში კი არის. აქაც უნდა რომ გაეჩხიროს. ჩემ ნათესავთან მიმიშვით.
ეკლესიის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარება. ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე. იმედოვნებ ეკლესია შეძლებს საერთოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი, თქვა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილმა თუ თქვა ბაზარია. ეგ იწყება უკვე, ეხა ნელ-ნელა დაიწყება, ეხა ჯერ უკვე დაიწყეს სხვათა შორის ამ მავნებლებმა. მაგრამ მეტი ვიდეო არ გაქვს მავნებლების? კი, უამრავი ვიდეო მაქვს, ერთ ვიდეოს ჩავთავ, რომ აი ძალიან მაგალითია, ნუ აი სრული რეგვენები რო არის. ჩვენთან საქართველოში შეიძლება ეხლა ბევრმა გამინაწყენდეს ბევრი თან იცის რომ არასწორს იძახის. რაღაცნაირად კულტის შექმნის და თაყვანს ცემს. ფორმულა ინა მოსასპობი არხია. წარმოიდგინე, რა აი კულტი იყო შექმნილიო პატრიარქზე იძახის. და ანუ ახლა ანუ როგორი მავნებელია ნახე, ანუ რელიგიურად რა თქმა უნდა ვიღაცა კერპი არ უნდა შექმნა, ვიღაცა საერო, ანუ ზოგადად კერპი არ შეიძლება შექმნა, ახლა საერო პირი რო გააკერპო, ვიღაცის ტობა არ შეიძლება ეკლესიურათაც და არც ისე, ხო? მაგრამ აქ საუბარია პატრიარქზე. ჯერ ეს რა გვასწავლის ქრისტიანობას, ფორმულას ისწავლე ქრისტიანობა, ვისაც გისწავლები რამე. მოწამეობრივად იცხოვრა რა, აი წმინდანად უნდა შეირაცხოს ეს ადამიანი და მე ყველა, ანუ ჩვენ რელიგია ამაზეა დაფუძნებული. ანუ ჩვენ უნდა განვადიდოთ დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე, დემეტრე თავდადებული. ხო, ეს ხალხი ამით ესე უნდა განვადიდოთ და რა თქმა უნდა ჩვენ შვილებს უნდა ვასწავლოთ, რომ ეს ხალხი უნდა უყვარდეთ, ხო და უნდა ეგ არის და ეს რას ვერ ხვდება, იცი რომ ჩვენ გვიყვარს. ანუ სიყვარული რომ აი თვითონ ხო არ უყვარს. არის, არა, შეიძლება არის. თვითონ არა, ჩვენ გვიყვარს. ანუ ეს ადამიანი უბრალოდ სიყვარული გაგვაჩინა, აი გულწრფელი, უანგარო სიყვარული გაგოჩა ამ ადამიანს, მაგიტო გლოვობთ მთელი საქართველო, ხო? აი ეს ამას ვერ ხვდება, ძალიან მარტივ რაღაცას, უბრალოდ გვიყვარს ჩვენი პატრიარქი. სხვა ყველაფერსო თავი დავანებოთ. როგორც ვიგლოვებთ ჩვენი ახლობელი ადამიანის გარდაცვალებას, ისევ გლოვობთ ამას. აი ამას ვიყოს. Formos დავიწერე მე ვარ სამის ნეტო. ხალხისთან პატრიარქი წავიდა. მე ჩავთვალე. მან ჩვენ უბრალოდ ვიღავათ. ვინ გაიქცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცი. გაიქცა პატრიარქი. შეფალხულში. რომელიც მართლაც შემოგვიდა საქართველოს ამოვიდა ამაში. ცუდები არის. სამწუხაროდ დღევანდელი პატრიარქი ილია მეორე და მისი უმრავლესობა ჯერჯერობით რაც მათ შერჩენილი აქვს სინოდში ვერ არის ღირსეული მემკვიდრე ჩვენი პირველი პატრიარქების და იმდროინდელი სასულიერო წოდების. ორი ადამიანია ამაზე პასუხისმგებელი აი ამ ორ მეფობის ესე იგი გარემოში რომელიც საქართველოში გვაქვს ახლა არის ორ მეფობა. ერთი ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მეორე არის პატრიარქი. აი ეს მავნებლები ხარია ჩუმად. ერთი სული აქვს ჯერ ახლა გადაერო ნახე როგორ აკაკანდებიან. ხა გონიათ რომ სო ეკლესია სუსტი არის და აი დაიწყებენ როგორ აი ხა პადიმაზე ვიყავით აი პირველ დღეს რომ ვიყავით პატრიარქის პანაშვიდზე იქ ეკლესიაში შეგნით საუბრობდით და მაგას ვიძახთი რომ მეთქი აი ხა ნახავთ მეთქი და მაგ უკვე მალე დაიწყებენ მეთქი მეოფეშიოზე რომ რუსეთის პატრიარქი და ჩვენ არ უნდა დაუშვათ რუსი პატრიარქი. ერთ მიმართო საქართველოში გავბრაზდი უცბად მინდორ მიმართო რა. ანუ ვინც აი ეგეთ რაღაცებს ლაპარაკობთ თქვენ ხო თქვენ გულში ის თქვენ ხართ არარაობები საერთოდ არაფერი და არავინ არ ხართ აი თქვენ ხართ აი არაფერი საერთოდ რა სული თქვენ არ გაქვთ და ხორცი ხართ რაღაცნაირი აი აქეთ იქით და იცოდეთ დაფიქრდით პროსტა ერთ რაღაცაზე რა თქვენ რო აღარ იქნებით ამ ქვეყანაზე ვინ მოვა თქვენთან ან რა ვინ ეს გეწყინება ნეტა აი დაფიქრდით აბა აი დაფიქრდით იმაზე როგორ იცხოვრეთ ან რა ფასეულობა დატოვეთ ან რა გააკეთეთ ან რა შექმნით ან ვინ რა სახელით წახვალთ აქედან აი არ გაქვთ იმის შიში ან რაღაცა ასაკში შედიხართ მაინც და ის მომენტი რომ ცოტა შენ შეცდომებს ნანობდე და რაღაცა სინანული შეგრძნება არ გაქვთ ეს შეგრძნება რომ აი ესეთი საზიზღრობები გაქვთ ნაფიქრიდან ლაპარაკები და არარაობები ხართ და არ გინდათ რომ მოტრიალდეთ და პატრიარქის დანაპირებია თქვენც აასრულოთ და სწორგზაზე დადგეთ და ქართველები გახდეთ ისევ და ანუ შენ მოინანიოთ თქვენ დაღუპულები არიან მე აჩვერო რომ საუბრობთ საერთოდ გამონახოთ თქვენი საუბარი ესენი გადასაყრელები თქვენ ნახეთ
აი ამ პანაშვიდების და გასვენების დროს ორი იმდენი ადამიანი კიდე არის ისე რომ თქვენ ვერ ნახეთ ეგ რა და აი ეს არის ჩვენი ნამდვილი საქართველო და ვინც აი აქ თავს არ მოიაზრებთ და აი ამ საქართველოს ნაწილად თავს არ მოიაზრებთ აი მიმიფურთებია ყველა ეგეთი ქართველისთვის აი ესენი ქართველებიც არ არიან ჯაგერ ბოდიში კიდე აი ამ ემოციებს თუ პროსტა ვერ შეგაგერ მუსულმანები და იეზიდები და ყველა კონფესიის წარმომადგენლები გამოდიოდა პატრიარქი გვიყვარს და ყველა მირჩევნია ამ ესეთ ხალხს აბა რა ანუ გირჩევნიაზე არ არის არც შეედრებია ეგეთ ქართველს ყველანაირი ვაფშე ყველაფერი მირჩევნია არც შეედრებია არც უნდა ერთად არც უნდა დააკნოს შესაძლებელი არქივანი საშუალებაც არ უნდა სულოდ სარიელი ყველანაირი მორალისგან დაცლილები აი ხა გამოდის უგულავად ჯერ აი მეორე დღეს უკვე გამოდის და რა ამპარტავანია წარმოიდგინე გამოდის და რას ისახს პროსტა სიტყვას წავიკითხა რომ ეს ციტირება რომ არ შემეშალოს რა კიდევ რავა წელი იქნება დავა მის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით მეც მათ შორის ვიქნები ალბათ რადგან მასთან პირადად ძალიან მწვავედ მიდავია ბოლო თემა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას ეხებოდა ვერ შევთანხმდით აი წარმოიდგინე რას იცახის რომ პოლიტიკოსი ადამიანი პატრიარქს ეკამათება რაღაც თეოლოგიურ საკითხზე რა ამპარტავანია შეიძლება რაღაცა მაჟორიტარებზე ან რაღაცა პოლიტიკურ თემაზე რაღაცა პატრიარქთან რაღაც პოზიციებში შენ დააფიქსირე პატრიარქთან კამათი ნუ კაი შენ რაღაც დაუშვათ სიტყვას რაღაც პოლიტიკურ საკითხზე არა თეოლოგიურ საკითხზე პატრიარქი თან როგორ პატრიარქი თან როგორ 50 წელი პატრიარქი რო არის კაცი და როგორ ესმის ყველაფერი ხო და ამ კაცს თეოლოგიურ საკითხზე მწვავედ რო ეკამათები და ამას რო იძახი თან და თან მართალი როგონია ეს რო თქვა მართალი როგონია თავი აი რას ამ პარტავნება შენ გაიხსენე კი აი ჯერ უდიდესი სირცხვილი კიდე თავარი სირცხვილი რომ ახლა ტრაგედია ქვეყანაში და ამხელა გლოვა გამოცხადებული და ისინი დგანან და 500 დღე აქციებ ხო რა აქცი მაგრამ ვინ დგას აი თვალში მოხდა ხო იცი ეკლესიებს მინდა რომ ანგრევდე რომ გავიზდები და აი ეგეთი პადოში ტიპები დგანან ვინ დგას ხა ნორმალური ვისაც გულში ხა რამე ის ქონდა წენა ქონდა ამ ფაქტთან დაკავშირებით და ის იყო ვინ მივიდოდა იგი ას მივიდოდა ხალხი ქუჩაში არ გამოდიოდა პროსტა რაზე უნდა გამოსულიყვნენ და ნუ რა ესენ თავის ის არ დააჩააგდონ ეს ვინ იდგებით 5000 დღე კიდე მანდ მინიმუმ სანამ არ დაფერდებით მანდ კი ეგრე ხო ის ბაში რომ გადერო ჩავწერეთ რომ სურათები რო არის რომ დროშა რო დაუძველდებათ და რაღაცები და თქვენ თუ გონიათ თქვენ თუ გონიათ კიდე ეხლა რომ ჩვენ რო ვაიმე კი ისე გავძლიერდებით და ისე გავდიდდებით და ისეთ კარგ რაღაცებს გავაკეთებ თქვენ იდეგით და პორტისტის 1700 მართლა აი ცხენია თქვენ მაგრამ ეგ კი აი საერთოდ ცხოვრებაში ვაფშე რა ერთ-ერთი უდიდესი რაღაც ხდება რა გინდა სპორტში გინდა იმაში ყველგან თავის სახელი ქვია ამას ხო აი რაღაცა შენ რო ხშირად იძახი ხოლმე რა რომ აი fair play სპორტი რაც არის რა რომ აი შენ შეგიძლია რომ გაუტანო გოლი მაგრამ არ უტან იმიტომ რომ არა თანაბარ პირობებში ხარ და უკვე დიდი ხარ ვიდრე იმ გოლის გატანა ხო ეგ არის ეგ რა ჯერ ამდენი დღეა ხო ვერაფერი ვერ ქენი და ვერაფერს ვერ გახდა შეგწყვეთ ანუ წასულიყავით სახში 4 დღე რომ აი პატრიარქს მოგეტყუებინათ და თქვენ და პროსტა ეგ მაინც გეკნათ მაგრამ არა ქვეყნის სიყვარული საქართველოს ერთად ვიდექი და თქვენ რა კუნძული ხართ ვერ გავიგე მართლა და მადლობა ღმერთს 320 ხაზი უნდა გაუსვათ რომ ესენი არიან უმცირესობის არავინ არ არის ხარდაობდნენ აი ქუჩის არარაობები არიან ეხა ხალხი რომ გამოვიდა გარეთ აი პანაშვიდებზე ხო იქ ბევრს ხელისუფლების ანუ ყველა ხელისუფლების აწარმოისინი კი არ არიან აქვე ხარდამჭერები და ძალიან ბევრი საერთოდ არ მაგრამ გამოჩნდა რომ ჩვენ რა ერი ვართ მივხვდი და აი ესეთი მავნებლები მაგიტორინგ 10 და 20 კაცი როდგანან იქ და ესენ ყველა რომ მიხარ რაღაცა თავიდან რომ მოტყუებული ხო იყო ხახი და რაღაცა მუხტი ხო იყო და რაღაცა გამოდიოდა ხო გარეთ რაღაცა რაოდენობის ადამიანები ხო ეხა რო 10-ნი არიან და 20-ნი დარჩენილი აი ამას ეს ნათლად გამოჩნდა რომ აი ბოლომდე გახსნილები ყველანაირი ეგენი არის ბაბლი ეგ არის ანუ ერთმანეთთან ურთიერთობა რა თქმა უნდა დავბირჟავდეთ ეგ ხო უსაქმურები ვინ ამე ეკლესიებს მინდა რომ ვანგრევდე აი ეგ ტიპი რო არის აი მაგტი სოჭე რამე იუმორში რო ვაპარაკოს ვაფშე არ ნო მაგის ცხოვრება რა ფასი აქვს ეხა დადის ავტობუსებში და დადის როპორებში მაგის საქმე რა ცხოვრება არის რომ იაროს ავტობუსებში და
იმეებში, მეტროებში და იმეებში და იყვიროს რაღაცები, ანუ იცი რატო, იმიტომ რომ მაგას ბავშვობიდანვე ქონდა ტვინში ჩასახული და მიზანი ქონდა დასახული, რომ ეკლესიების ან გრევა უნდოდა, რომ შეძლებოდა რომ აი მაგას რომ მიზანი დაისახა, ხა რა გამოხვა. და გამოვიდა ბოლოს რუპორი მეტროს რუპორი გაიჭიდა. ხო, ანუ თორემ ცუდი აგიტატორი, არავინ მაგის სენტიმენტალური ის უყვითო რომ მოხტია და ხალხო რას გიშვებია და მირად გიშვებია კი შეუნა გიქანანი მე რეების ნამოგივიდა მაგ პირიდან მაგის გამო. შენ მაგაში უნდა იყოს. რომ სული არა გაქვს რა. ეგრეა ხო. მოდი ხა ახალი ეპოქა იწყება ჩვენ ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ დამოუკიდებლობის მერე პირველად არ მოსწრეები რომ პატრიარქი გარდაიცვალა და ახალი პატრიარქი უნდა აირჩიოს, ხო? ეს რაღაცა ჩვენ არ ვართ ამის მოსწრეები. და პატრიარქმა სხვათა შორის ყველასთვის მოულოდნელად 2017 წელს გამოვიდა თავისი ხელი დაწერილი და ბეჭედ დარტყმული რაღაც ერთ-ერთი წირვის დროს განაცხადა ყველას არც მეუფეში არავინ არ იცოდა რომ სენაკის და ჩოროწყუს მიტროპოლიტი მეუფეშიო თავის მოსაყდრად დაასახელა. ეს არის პირდაპირი ანდერძი. რომ პატრიარქმა თქვა რომ მეუფეშიო უნდა გახდეს პატრიარქი და ჩვენს ქართველები ყველა უკვე ამას მიჩვეულები შეგუებულები ვარ და ქართველებს ძალიან დიდი უმრავლესობა ველოდებით იმას რომ პატრიარქი შემდეგ პატრიარქი გახდება მეუფეშიო. ეს ხო ძალიან ნათელი. აი ხა როგორი მომენტები არის იცი რომ მავნებლები ძალიან ბევრი ხა უკვე გამოდიან ჯერ პატრიარქის დასაფლავებული არ იყო ბიჭო უკვე ამაზე სიუჟეტი ტევე პირველ მელაძის სიუჟეტი მაგათ 9 საათიანი სიუჟეტი მიუძნეს ამ ყველაფერს. მაგ ხა გამოდიან ეპისკოპოსები, რომელი ეპისკოპოსები, რომლებიც ხალხში ყველამ რო იცის რომ რაღაცა ხარეს რო არ არიან და რაღაცა ცუც რო ემსახურებიან, აქ ყველა ის სააკაშვილიდან მოყოლებული რო ეს ხალხია ძალიან ყველამ ნათლად რო იცის ვინების არიან, ეს ხალხი გამოდის და აკნინებენ პატრიარქის გადაწყვეტილებას. და მოდი აი რამოდენიმე ვიდეო არის და უბრალოდ ჩავთოთ და ნახოთ აი რას საუბრობენ. ეს ხდება შაბათს, კიდე ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, პატრიარქი კვირას დაასაბა, შაბათს ხდება ეს ამბები. და შენ წარმოიდგინე რომ გარანტირებულად შეიძლება იყოს მეუფეშიო? არ გარანტირებულად არავინ არ შეიძლება რომ იყოს. ხომ ორი პრეცედენტი გვაქვს, როდესაც მოსაყდრე არ გახდა. ორი კი არა, ბევრი პრეცედენტი გვაქვს ეგეთი, ეგ არ ნიშნავს. ეგ ნიშნავს იმას, რომ საორგანიზაციო საქმიანობის ხელმძღვანელია. ეხა ამ შემთხვევაში ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის ეს განცხადება უკვე ნიშნავს იმას, რომ პატრიარქის მიერ დასახელებულ მოსაყდრეს სინოდში სრული მხარდაჭერა არ აქვს. მეტიც, მხოლოდ მთავარი ხაზს უსვამს, რომ მოსაყდრე მემკვიდრეს არ ნიშნავს და მეუფეშიო ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ლოჯისტიკური საკითხების მომგვარებელია. მოსაყდრეობა კი პატრიარქად გახდომის გარანტია ვერ იქნება. მივხვდი არაფერი, ლოჯისტიკური ამბები უნდა დაალგოს, არაფერს არ ნიშნავს პატრიარქის ეს ანდერძი. როგორც აი აუფასურებენ, მივხვდი და 2017 წელს პატრიარქმა რომ მოსაყდრეთა აირჩია მეუფეშიო, აი ბერბიჭაშვილია მეუფე და რას ისახის ნახე პატრიარქს. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება პატრიარქმა რომ არ ეთქვა არავისთვის, არც სინოდის არც ერთი წევრისთვის, არც ერთი ქორეპისკოპოსისთვის? მე არ ვიცი ამ გადაწყვეტილებაში თავისუფალი იყო თუ არა. შეიძლება არ ყოფილიყო თავისუფალი? პატრიარქზე იძახის, რომელიც დედამიწის წინააღმდეგ წავიდა, როცა მაგალითად ეკლესიები არ დაიხულა კორონას დროს, ეკუმენიზმიდან რო გამოვედით მაშინაც, წარმოიდგინ როგორ პიროვნებაზე იძახის და მე არ ვიციო რომ თავისუფალი თუ იყო თავის გადაწყვეტილებაში ესეთ პიროვნებაზე ლაპარაკ. ანუ რა შვებიან, ამით მივხვდი რომ მოლოდინებს ქმნიან. ეხა ხო ჯერ ჩუმად არიან, აი ეს 1-2 ხო გამოხდა. ეხა მასიური შეტევა წამოვა ამაზე. იცი რა ამბები ატყდება? კიდე ბევრი აი გუგლავა ეს კიდევ ლაშატ ბუღაძე და ესენი უკვე დაიწყეს რომ რუსეთის პატრიარქი და აი ამ სიბინძურეში არიან. ხვდები და უკვე ქმნიან ამ მოლოდინებს რომ რუსეთის პატრიარქი არის მეუფეშიო. და ყველანაირად საბედნიეროდ ხო ნახეთ ის რომ აქამდე რამდენი რაღაცები ხო ილაპარაკეს, მაგრამ აი ამ დღეებში საერთოდ ყველაფერი თვითონვე ნახეს. ეხლა გინდა აქედან ილაპარაკო, გინდა ვიზღაჯე, აი მართლა ხო დავინახეთ ყველამ ის ლაპარაკი კი არ იყო მარტო, რომ ვისი ჯერადა. ლაშა ბუღაძე რაღაცეები აი მე რა გულწრფობდი დათო ტურაშვილმა კიდე
ცოლას გამ. ერთი და იგივე საზოგადო, ანუ ყველაფერში ერთნაირები არიან, მიხდი ყველა პროტესტის, ანუ ყველგან ერთნაირი პოზიციები აქვს. ესენი მიშას დროსაც ამ პოზიციით იყვნენ. კიდე როგორ იყო, იცი, სერიოზული ის იყო მაგაზე, ჩვენ ადრე გვაქვს იქ ნასაუბრები, რომ უნდათ სინოდალურ მართლობაზე გადასვლა. ან პატრიარქს გადაყენება უნდა და პირდაპირ გადაყენებას რა თქმა უნდა ვინ იტყოდა მაგას და ამით ფუთავდნენ, რომ სინოდალურ მართლობაზე უნდა გადავიდეს, რომ ხო აი როგორც აქ რომ მრავალპარტიული მართლობა რო იყოს ხო მიხდა აი იგივე უნდათ ეკლესიაში რომ აი სინოდმა მართოს ეკლესია და მე იქიან ემართათ ეგ და მარტივია აი ეს ცელობები ეხლა იგივე ცელობები იქნება მაგას ნახო წარმოაყენებენ მაგას მაგ სინოდალური მართლობის იდეას კიდე ერთხელ წამოჭრიან აუცილებლად ისინი ხო მაგრამ მე ის მაგრამ ქვია მაინც თელი გული დასული მჯერა იმისი რაც ვნახე და რაც გავიგე და რაც ჩემი თვალებით რაც ვნახე მართლა რომ ამ დღეებში გამოაჩინა საქართველოს ყველაფერი რაც კი უნდა გამოჩენილ. არაფრის აღარ გვეშინია კი არა, უფრო მეტად არაფრის აღარ გვეშინია, იმიტომ რომ ერთად ვართ. ერთად ვიდგებით ჩვენ რო დაგვჭირდეს რა და უდიდესი მადლობა მინდა მოუხადო ჩვენ პატრიარქს. ჩვენი აი მამობისთვის, გაწეული მამობისთვის, რაც ჩვენ ქვეყანას გაუწია. რაც ჩვენ თაობებს გაუწიე, რამხელა სიყვარული ჩვენ გულები, ჩვენი გულები ააოსე და ტაძრები ბრევლით ააოსე და რავი, მე რო ვიყავი პატარა გეუნები, ეზო ფეხბურთი და იმის გარდა არაფერი ხო არ გვაინტერესებდა და შაბათ კვირას გამოჭიმული ვიყავით, ვიცოდით რომ 4 საათზე ტაძრში უნდა ყოფილიყავი გველოცა და კვირას ზიარებაზე უნდა პატრიარქი დამსახურებაა. ხო, ანუ მეტი იმდენად სისხლში გვაქვს ეს რა და ამისთვის კიდე და ყველაფერთვის დიდი მადლობა ჩვენ პატრიარქს, რავი, რაც შეგვიძლია, აქედან უნდა ვაკეთოთ ისეთი საქმეები, რომ იქიდან ბედნიერი იყოს ჩვენ. მაგრამ 80% ადამიანებსაც ვინც იქ იყვნენ საერთოდ პატრიარქის ცხოვრებაში ნანახიც არ ყავთ ეს ტელევიზორის იქითაც ნანახი არ ყოლია არსად არა და უღრმესი მადლობა კიდე ქართველ ეს უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ვინც მიხვედით და დააფასეთ პატრიარქი და ვინც ვერ მიხვედით და გულით განიცადეთ და თქვენი პრობლემები გქონათ რა მნიშვნელობა აქვს ყველაფერი გასაგებია ყველას დიდი მადლობა მთელ საქართველოს რომ აი ესე დავანახეთ მთელ სოფლიოს რა არის მართლა თანაგრძნობა და რა არის უბედურებადაც ერთად დაგვატყდა ყველას თავს მაგრამ ვერთი მოწყალია ყველაფერი არაფერი არ ხდება უბრალოდ და ყველაფერს თავის დანიშნულება აქვს. თავარია ჩვენ ახლა ვერ მივხვდეთ, მაგრამ დროში თავარია ჩვენ ახლა რო გავა და ყველაფერს გავიგე. სწორი პოზიცია დავიჭიროთ და გავაგრძელოთ კი არა, ასმაგად მეტად გავაგრძელოთ ის, რაც ყველაზე მეტად ჩვენ პატრიარქს უნდა და ჩვენთვის. უმაგრესია ერივა და მართლა მადლობა ქართლს. სულისკენ წავედით. მართლა მადლობა ქართლს ამ ყველა ამ კიდე აი სიამაყის განცდის. მართლა კი იყო გლობის დღე, მაგრამ სიამაყის დღეც იყო და ბედნიერი ვიყავი მართ აი მიხარო და რომ აი რა ხდება აი დაუჯერებელი ნაწილი იყავი დაუჯერებელი აი როგორ მიხარო და შინაგანად და რა იყო იცი ტაშებიც იყო აი სევდასთან ერთად ტაშები და მადლობა პატრიო მიყვარხარ ყველა წამს ანუ ყველა წამს ყველა ადამიანში ბიჭო დაცვის ბიჭები რომ მშვიდობოდნენ და ისინი ანუ რა მოხდები ანუ უდიდესი პიროვნება. უდიდესი მადლობა ჩვენო პატრიარქო რა, უდიდესი მადლობა ჩვენ ქართველს, ჩვენ მაყურებელს, ჩვენ საქართველოს, რომელმაც მართლა თავისი სიტყვა ერთიანად თქვა და ეჭვიც არ გვეპარებოდა ამასაც და ერთიანად ყოველთვის ერთიანად ვიქნებით და ყოველთვის ერთიანად ვიტყვით ამ ჩვენს. ნამდვილად. მადლობა ღმერთსა, მადლობა ჩვენ ხალხს კიდევ ერთხელ და მადლობა თქვენ მეგობრებო, ვინც გვიყურებდით, შევხვდებით შემდეგ გადაცემაში. რა გავავრცელოთ მაქსიმალურად, გავაზიაროთ ეს ჩვენი გადაცემა და მინდა რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს და ბევრმა ადამიანმა გააზიაროს ეს გადაცემა და რაღაც თბილი ისეთი რაღაც ხსოვნისადმი მიწმული გადაცემა გამოგვივიდა, მგონი კარგი რა, შევეცადეთ თავი ხელში აგვეყვანა დიდად რაღაცა ისე როგორც არ მოეწონებოდა თვითონ პატრიარქს ისეთი რაღაცები არ გვეთქვა, მაგრამ ბოდიში მოგვიტევეთ თუ რამე ისე ვთქვით. ჩვენაიად არ გამოდიოდა. წრები ქვეყნის წრები უნდა ვამხილოთ ყოველთვის და ყველგან. კი, მადლობა. კარგად ბრძანდებოდით მომავალ შეხვედრამდე.